სოფლიო ლიდერებმა უკვე დაიწყეს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა. ახლა კი ზეწოლა პირდაპირ დიქტატურას ემუქრება, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად რევოლუციურ გვარდიას იყენებს. ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს კრიზისი მხოლოდ თეირანში არ არის. ის ჟენევაში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და იმ მთავრობების შეხვედრებზეცაა, რომლებიც რეჟიმს პოლიტიკურ, ბირთვულ, სამხედრო და ჰუმანიტარულ საფრთხედ განიხილავენ. კენჭისყრა ირანის ხალხს არ ეხება. კენჭისყრა ეხება სისხლიან რევოლუციურ გვარდიაზე დამყარებულ სამხედრო დიქტატურას, რომელიც სამოქალაქო პირებს ახშობს, მეზობლებს ემუქრება, საერთაშორისო ინსპექტორებს უპირისპირდება და ძალაუფლების შესანარჩუნებლად შიშს იყენებს. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით Milson Alves News. პასუხი მოვიდა ირანში სასტიკი რეპრესიების შემდეგ. Reutersმა 2026 წლის 17 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ჯგუფი უკვე ასახელებდა 3090 დაღუპულს. 2 დღის შემდეგ თავად Reutersმა გამოაქვეყნა, რომ ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ვინაობის გამხელის გარეშე აღიარა მინიმუმ 5000 დადასტურებული გარდაცვალება. საბოლოო რიცხვის დადასტურება კვლავ რთულია, რადგან რეჟიმმა ინტერნეტი გათიშა და ინფორმაციის გავრცელება სცადა შეეზღუდა. სწორედ აქ არის მთავარი საკითხი. სანამ თეირანის პროპაგანდა ცდილობს ძალა აჩვენოს, პოლიტიკური სამყარო რეჟიმს მორალური კოლაფსის მაგალითად განიხილავს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ჟენევაში 2026 წლის 23 იანვარს ვარს გაიმართა კენჭისყრა, რათა ირანზე საერთაშორისო საგამოძიებო მისიის მანდატი კიდევ 2 წლით გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილებამ ასევე მოითხოვა ბოლო დროს მომხდარი დარღვევებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების სასწრაფო გამოძიება. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ინფორმაციით, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, 25 ხმა იყო მომხრე, 7 წინააღმდეგი და 14 თავი შეიკავა. ფაქტობრივად ეს რეჟიმს ხანგრძლივი საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ აყენებს და აგროვებს მასალებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სასამართლო პროცესებში. ევროპაში ზეწოლა კიდევ უფრო პირდაპირი ფორმით გაგრძელდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში შეიკრიბა და მიიღო ახალი ზომები 15 პირისა და 6 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეპრესიებთან, თვითნებურ დაპატიმრებებსა და ირანელი სამოქალაქო პირების დაშინებასთან. სამიზნეებს შორის იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რევოლუციური გვარდიის მეთაურებები და უსაფრთხოების ძალების წევრები. ევროპის კავშირმა ასევე გააფართოვა ზომები თეირანის დრონებისა და რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებით ირანის სამხედრო მხარდაჭერის გამო. ევროპის გადაწყვეტილება მხოლოდ სიმბოლური სასჯელი არ ყოფილა. ბლოკი უკვე ინარჩუნებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის, ბირთვული იარაღის გავრცელებისა და რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო. ეს ზომები მოიცავს ქონების გაკინვას, მოგზაურობის აკრძალვას, იმ აღჭურვილობის შეზღუდვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შიდა რეპრესიებისთვის და აკრძალვას დაფინანსდეს სიაში შეყვანილი პირები და ორგანიზაციები. ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა განაახლოს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 2027 წლის 13 აპრილამდე. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ არის ერთი შეხვედრის შედეგი, ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა რეჟიმის ძალაუფლების ბირთვის წინააღმდეგ. რევოლუციურმა გვარდიამ ამ ზეწოლის ცენტრი დაიკავა, რადგან ის აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც ირანული სამხედრო ძალა. რამდენიმე მთავრობისთვის ის ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფოში თავისი შეიარაღებული ძალით, ეკონომიკური გავლენით, შიდა რეპრესიებში მონაწილეობით, რეგიონული აქტიურობით და გარექსელებთან კავშირით. ევროპული რეპორტაჟების მიხედვით, ევროკავშირმა დაიწყო რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევა, რითაც წერტილი დაესვა ამ თემაზე წლების განმავლობაში არსებულ შიდა დაყოფას. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რეპრესიას პასუხი უნდა გაეცეს. ეს ფრაზა აჩვენებს, რომ ევროპა მხოლოდ თეირანის კრიტიკით არ შემოიფარგლება. ის აძლევს ხმას, აწესებს სანქციებს და იზოლაციაში აქცევს იმ მექანიზმს, რომელიც დიქტატურას ამაგრებს. დიდი შვიდეუნით შეუერთდა ამ ზეწოლას. მთავარი ინდუსტრიული დემოკრატიის ქვეყნების მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულნი არიან ირანში დაღუპულთა და დაჭრილთა მაღალი რაოდენობით და დაგმეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის განზრახ გამოყენება. ეს გზავნილი პირდაპირი იყო. თუ რევოლუციური გვარდია გააგრძელებს საკუთარი ხალხის ჩახშობას, რეჟიმი გადაიხდის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფასს. ლონდონში დებატებიც წინ წავიდა.
ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა რევოლუციური გვარდიის აკრძალვის შესაძლებლობა და ეს თემა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია. 2026 წლის თებერვალში დეპუტატებმა ირანში რეპრესიების ფონზე უფრო მკაცრი პასუხი მოითხოვეს. მაისში გაერთიანებულ სამეფოში გამოქვეყნებულმა რეპორტაჟებმა მიუთითეს ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც მიზნად ისახავს დასაჯოს პირები, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხო ძალების, მათ შორის ირანთან დაკავშირებული ქსელების წარმომადგენლები ან მათი ინსტრუმენტები. საკითხი მარტივია. ზეწოლა დიპლომატიური ველის ფარგლებს გასცდა და გადავიდა დასავლური დემოკრატიების შიდა უსაფრთხოების სფეროში. შეერთებულ შტატებში თეთრმა სახმა ირანის კრიზისი საერთაშორისო ძალის გამოცდად აქცია. ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგინა რეზოლუციის პროექტი ირანის ქმედებების წინააღმდეგ და მოითხოვა სპარსეთის ყურის მოკავშირეების მხარდაჭერა. როიტერის ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი კვლავ განიხილებოდნენ როგორც სავარაუდო დაბრკოლებები ვეტოს გამოყენებით, მაგრამ ამერიკულმა ნაბიჯმა ერთი რეალობა გამოავლინა. თუნდაც მაშინ, როცა პეკინი და მოსკოვი ცდილობენ თეირანის დაცვას, რეჟიმი მსოფლიოს თვალში პრობლემად რჩება, რომელიც უნდა შეიზღუდოს. მარკო რუბიომ გაეროს რეზოლუცია თავად ორგანიზაციისთვის გამოცდად მოიხსენია და სხვა წევრებს მოუწოდა არ დაეცვათ ირანის დიქტატურა. ბირთვული საკითხი ამ ზეწოლის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ბოლო დროის გამოცდილება აჩვენებს, რომ ირანი რეაგირებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციებზე, იმუქრებოდა საპასუხო ზომებით და ართულებდა ბირთვული პროგრამის შემოწმების პროცესს. 2025 წელს ახალი საერთაშორისო დაგმობის შემდეგ თეირანმა პარლამენტში დაამტკიცა წინადადება სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, რაც ბირთვულ ობიექტებზე გარე კონტროლის საკითხზე განგაშის დონეს ზრდის. ამგვარი რეაქცია აძლიერებს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების არგუმენტს. რეჟიმს სურს დიპლომატიური დაცვა, მაგრამ უარყოფს გამჭვირვალობას, როდესაც საქმე ინსპექციას ეხება. ირანის დიქტატურა ცდილობს თავი წინააღმდეგობის სიმბოლოდ წარმოაჩინოს, მაგრამ მას უწევს ინტერნეტის გათიშვა, მომიტინგეების დაპატიმრება, ოჯახების დაშინება, საავადმყოფოების კონტროლი, სიახლეების ცენზურა და სიკვდილით დასჯების გაზრდა, რათა დარჩეს ძალაუფლებაში. საერთაშორისო ამნისტიამ განაცხადა, რომ 2026 წლის 8 იანვრიდან ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომა შეწყვიტა, რათა დაეფარა რეპრესიასთან დაკავშირებული დანაშაულები. ადამიანის უფლებების ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს სიკვდილით დასჯების შემთხვევების ზრდა ფარულად, რაც დაკავშირებულია პროტესტებსა და პოლიტიკურ ბრალდებებთან. სტაბილურ რეჟიმს არ სჭირდება ყოველი მობილური ტელეფონიანი ახალგაზრდა შიდა მტრად აქციოს. ირანის რეჟიმს დიპლომატიურ ნორმად აღარ აღიქვამენ. ის არ განიხილება როგორც ჩვეულებრივი მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ის ჩნდება როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი, გავრცელების საფრთხე, სამხედრო ტექნოლოგიის მიმწოდებელი გარე ომისთვის და მძიმე შიდა რეპრესიების ხელმძღვანელი. ჟენევაში გამოძიების ჩატარებაზე აძლევენ ხმას. ბრიუსელში სანქციებზე აძლევენ ხმას. ლონდონში რევონში რევოლუციური გვარდიის აკრძალვაზე მსჯელობენ. ნიუ-იორკში შეერთებული შტატები ცდილობს თეირანის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღწევას. ყოველი შეხვედრა დიქტატურის ლეგიტიმურობის კიდევ ერთ ფენას აცლის. ისტორია გვიჩვენებს, რომ იდეოლოგიური რეჟიმები იწყებენ დაშლას მაშინ, როცა ერთდროულად ორ რამეს კარგავენ: გარე შიშს, რომელსაც იყენებდნენ მხარდამჭერების გასაერთიანებლად და საერთაშორისო აღიარებას, რომელსაც გადარჩენისთვის იყენებდნენ. ასე მოხდა აპართეიდის დროს სამხრეთ აფრიკაში. წლების განმავლობაში რეჟიმი ცდილობდა ეთქვა, რომ გარე ზეწოლა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები იყო, მაგრამ სანქციების, დიპლომატიური იზოლაციის, კულტურული ზეწოლის, საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგმობისა და შიდა წინააღმდეგობის კომბინაციამ გაანადგურა იმ სისტემის ნორმალურობის იმიჯი. სოფლიომ სამხრეთ აფრიკა არ ჩამოაცილა. სოფლიომ იზოლაციაში მოაქცია რეჟიმი, რომელსაც სამხრეთ აფრიკა ჩაიგდო ხელში. განსხვავებას მნიშვნელობა აქვს. იგივე ლოგიკა ირანზეც ვრცელდება. სამიზნე არც სპარსული ცივილიზაცია, არც ირანის ხალხი და არც მათი ისტორია. სამიზნე არის სტრუქტურა, რომელიც რევოლუციურ გვარდიას მოსახლეობაზე, საარჩევნო ყუთებზე, ოჯახებსა და საერთაშორისო წესებზე მაღლა აყენებს. როდესაც დიქტატურას საკუთარი მოქალაქეების მოკლით ძალის დამტკიცება სჭირდება, მას უკვე დაკარგული აქვს მორალური ავტორიტეტი. სხვა ქვეყნებიც იგივე ნიმუშს აჩვენებენ. მიანმარში გენერლებმა სცადეს რეპრესიებისა და ცენზურის გამოყენებით შეენარჩუნებინათ კონტროლი, მაგრამ შედეგი იყო იზოლაცია, სანქციები და პოლიტიკური აღიარების დაკარგვა. ვენესუელაში ინსტიტუციური განადგურებამ და რეპრესიამ ასევე გამოიწვია ის, რომ უცხოელმა მთავრობებმა ადგილობრივი ხელისუფლება აღარ ჩათვალეს ჩვეულებრივ დემოკრატიად. ეს მაგალითები ირანის ასლები არ არის, მაგრამ ისინი ნათლად აჩვენებენ ერთ ლოგიკას. როდესაც რეჟიმი ეყრდნობა სამხედრო აპარატს, პროპაგანდას, ცენზურასა და შიშს, მის წინააღმდეგ გამართული ყოველი საერთაშორისო შეხვედრა უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე ერთი გამოსვლა.
დიქტატურა შეიძლება დროებით გაუძლოს, მაგრამ შიგნიდანაც და გარედანაც თანდათან სუსტდება. ირანის რეჟიმს ჯერ კიდევ ყავს მოკავშირეები, ჯერ კიდევ აქვს პროპაგანდა და ჯერ კიდევ ახორციელებს რეპრესიებს, მაგრამ საერთაშორისო სურათი შეიცვალა. ვინც ადრე ცდილობდა ძალაუფლების გაკიდვას, ეხლა ჩანს, რომ გარშემორტმულია ხმებით, სანქციებით, გამოძიებებით და შეხვედრებით, სადაც რევოლუციური გვარდია კოლაფსის მთავარ ნაწილად განიხილება. ალუესი, ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუეს ნიუსის საზოგადოებაში.